Reach out, touch faith. Reach out and touch faith. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, გმადლობთ რომ გვიყურებთ. ჩვენ გვაშფოთებს ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართ წარმოებული გამოძიებები და სისხლის სამართლებრივი ბრალდებები, ასევე ის რისკები, რასაც პოლიტიკური დევნა შეუქმნის საქართველოს დემოკრატიას. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდამჭერას, რაც უნდა მოიცავდეს პოლიტიკური პლურალიზმისა და ღია დებატის პატივისცემას. ნათქვამია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოგვიცხადა, რომ ამ განცხადებაში საგანგაშო არაფერია. პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ კი განცხადება ნაციონალური მოძრაობის მავნებლობას დააბრალა. რამდენად საგანგაშოა მთავარი პარტნიორების მიერ საქართველოში მიმდინარე პროცესების პოლიტიკური დევნა და აღქმა და რეალურად რავნებს საქართველოს და მისი მოქალაქეების ინტერესებს. ამ საკითხზე ტაბულა ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს დეიმონ უილსონს და ამერიკის ყოფილ ელჩს ნატოში, მაკენის ინსტიტუტის დირექტორს კურტ უოკერს ესაუბრა. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ მათი კომენტარი. უეჭველია, რომ თუ საქართველოს სურს წარმატებას მიაღწიოს როგორც ქვეყნის შიგნის, ისე საერთაშორისო ასპარესზე, მას უნდა აღიქვამდნენ როგორც მზარ დემოკრატიას, განვითარებული დემოკრატიული ინსტიტუტებით. ეს ახალია საქართველოსთვის. გასული წლების მანძილზე საქართველო იზრდებოდა, იხვეწებოდა. ამ საქმისთვის საქართველოს სჭირდება არა მხოლოდ არჩეული ხელისუფლება, არამედ ძლიერი ოპოზიცია, ძლიერი პოლიტიკური დინამიზმი. ნაციონალური მოძრაობა მმართველი ძალა იყო, ახლა ის ოპოზიციაშია. მას აქვს თავისი ადგილი როგორც ქართულ პოლიტიკაში, ისე საქართველოს მომავალში. მე მინდა იმედი მქონდეს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ფოკუსირდებიან იმაზე, თუ როგორ უზრუნველყონ ქვეყნის წინსვლა, როგორ გააგრძელონ რეფორმები და ინტეგრაცია ევროპულ საზოგადოებასთან, რასაც აუცილებლად ექნება პოზიტიური გავლენა საქართველოს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე. That's my personal view on how I think Georgia მე მინდა იმედი მქონდეს, რომ ამას დააყენებს ხელისუფლება წინა პლანზე და არა წარსულის გასამართლებას. ეს ჩემი პირადი აზრია იმაზე, თუ როგორ უნდა მიაღწიოს საქართველოს წარმატებას. ამიტომ მე ძალიან მაშფოთებს ის, თუ როგორ ვითარდება პროცესები. სურვილი იმისა, რომ ვიღაც გამოთიშო პოლიტიკურ პროცესებს ჯანსაღი არ არის. მე მჯერა, რომ საქართველოს უნარი გახდეს ევროატლანტიკური სივრცის წევრი, მჭიდრო კავშირშია საქართველოს უნართან იყოს დემოკრატიული ქვეყანა, რაც გულისხმობს ყველანაირი პოლიტიკური ხმისთვის არბიელის მიცემას. იქნება ეს წარსული და არსებული ხელისუფლება თუ სხვა ოპოზიცია. In a safe way for the full range of political voices, former, current, and the range of opposition. So I'm not privy to. ხადია მე არ ვიცი ყველა საუბრის შინაარსი, რაც ამერიკის ხელისუფლებას ჰქონია საქართველოს მთავრობასთან დიპლომატიური არხებით, მაგრამ ვხედავ, რომ შეშფოთება მატულობს. On the part of US government officials that are underscoring the importance of this process not going too far to see an entire lineup of ყოფილი მთავრობის მაღალჩინოსანთა რაოდენობა, რომელიც ან ბრალდებულია, ან ბრალდება ემუქრება, აჩენს სერიოზულ ეჭვებს დემოკრატიული დისკუსიის შენარჩუნების შესაძლებლობის თაობაზე. ვხედავ, რომ ყურადღება და წუხილი გაზრდილია სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. მგონია, რომ ეს საკითხი გულახდილი პირადი საუბრების თემაცაა. And I think it has to be part of a pretty frank and honest conversation, often taking place privately, sometimes publicly. Well, there are several things here, so let's go through them. One of them is
we want to see Georgia ჩვენ გვინდა რომ საქართველოს წარმატებას მიაღწიოს და იყოს ქვეყანა რომელიც პატივსცემს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, თავისუფლებას, საბაზრო ეკონომიკას. ჩვენ გვინდა საქართველოს იმოძრაოს ევროატლანტიკური მიმართულებით, ნატოსკენ, ევროკავშირისკენ. ბევრ ქვეყანას ჰქონია პრობლემა სასამართლოსთან მიმართებით, კორუფციასთან მიმართებით. ამ პრობლემებზე შეერთებულ შტატებს ბევრ ქვეყანასთან მოუწია მუშაობა. ვფიქრობ, ბოლო წელია საქართველოში ვხედავთ ხელისუფლებას და სასამართლოს, რომლებიც მიზანში იღებენ ოპოზიციას იმისთვის, რომ გაასამართლონ. ნაცვლად იმისა, რომ ნება მისცენ გამოძიებას და მართლმსაჯულებას წარმართონ პროცესები. არავინ ამბობს იმას, რომ კანონდარღვევა და კორუფცია არ უნდა გამოიწიონ, არ უნდა გახადონ საჯარო და არ აგებინონ პასუხი დამნაშავეს. არავინ ამბობს, რომ ეს არ უნდა მოხდეს, მაგრამ საქართველოში ყველაფერი ისე წარიმართა, რომ ხალხს ჯერ იჭერენ, შემდეგ ბრალს წარუდგენენ და შემდეგ იწყებენ გამოძიებას. ეს უკუღმართობაა და რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური ანგარიშწორების მიზნით კეთდება. ნაცვლად იმისა, რომ მართლმსაჯულების ახსრულებას ემსახუროს. ეს არის ის, რაც ძალიან ბევრ ხალხს აშფოთებს შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება ხვდება, რომ ჩვენ ყველანი საქართველოსადმი ისეთივე ერთგულები ვართ, როგორებიც ვიყავით. გასული 10 წლის მანძილზე ჩვენ ამ ქვეყნის მიმართ პერსონალური დამოკიდებულება გაგვიჩნდა. ჩვენ ვხედავდით ადამიანებს, ვხედავდით, როგორ ვითარდებოდა ქვეყანა და დიდ იმედებს ვამყარებდით მასზე. სწორედ ამიტომ ვწყინს, რომ რაც ხდება, ძალიან გავს პოლიტიკურად მოტივირებულ ძალისხმევას ბრალდებული სკამზე დასვათ ოპოზიცია, ნაცვლად იმისა, რომ მართლმსაჯულება ახსრულდეს. Which is equally important, is that there are plenty of people. მეორე ასპექტი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ისა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს განსაკუთრებით ევროპაში, გერმანიაზე უკვე ვისაუბრეთ, არ უნდა საქართველოს ნატოში, ევროკავშირში. ისინი ფიქრობენ, რომ ეს პროვოკაციაა რუსეთის მიმართ. პოლიტიკური დევნის აღქმა იძლევა მყარ საფუძველს გაამართლონ, თუ რატომ არ უნდა აღვიქვათ საქართველოს სერიოზულად და რატომ არ უნდა მივცეთ მას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესაძლებლობა. I think that the messages are being passed. საქართველოს მთავრობას შეერთებული შტატების გზავნილები მისდის. დარწმუნებული არ ვარ, რომ მათ ისმენ, მაგრამ გზავნილები მისულია. ეს ერთ. მეორე ასპექტიც არსებობს, რაც დიდი თავსატეხია. როგორც ჩემი უნგრული გამოცდილება მკარნახობს, შიდა პოლიტიკის ყველა მხარეს უნდა ამერიკის ხელისუფლება მის მხარეზე ამყოფოს. უნგრეთში ასე იყო. ფიდას ეს სურდა, როდესაც ოპოზიციაში იყო. სოციალისტებსაც იგივე. ბაინაიც ამტკიცებდა, რომ შეერთებული შტატების ფავორიტი იყო. The US. It's understandable that people want to have this imprimatur. ეს გასაგებია, ყველა სურდა ამერიკის ფავორიტება. სამწუხაროდ ეს შეერთებულ შტატებს აიძულებს ზედმიწევნით მოერიდოს მხარის დაკავება შიდა პოლიტიკაში. Scrupulously avoid taking sides in any kind of domestic politics in a democracy. And that's where I think in Georgia, even though კი, გზავნილები გავუშვით, მაგრამ ამავდროულად ძალიან ვფრთხილობდით ისი არ გამოჩენილიყო, თითქოს ნაციონალური მოძრაობის ან ქართული ოცნების მხარეს ვართ. სამწუხაროდ ეს საშუალებას აძლევს ვიღაცებს ანგარიში არ გაუწიონ ამ გზავნილებს. And unfortunately I think that allows people to disregard some of the messages too. როგორც მოისმინეთ, საქართველოს მეგობრები შიშობენ, რომ პოლიტიკური დევნა საქართველოს ევროატლანტიკურ მიწწრაფებებს მოუჭრის გზას. ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ეტაპი უნდა ყოფილიყო უელსის სამიტი. ჩვენ ყველას გვახსოვს 2 წლის წინ ჩიკაგოს სამიტის დასრულებისას მაშინდელი სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადება, რომ შემდეგი სამიტი გაფართოებას უნდა მიძღვნოდა. თუმცა ეს ასე არ მოხდა. საქართველოს მიიღო პაკეტი, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი არსებიც უწოდებს, ხოლო სხვები ოქროს ბილეთად მოიხსენიებენ. თუმცა ამ შედეგმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის ბევრ ადგილობრივ და უცხოელის გულშემატკივარს გაუცრუა იმედი. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ, თუ როგორ აფასებენ დეიმონ უილსონი და კულტ უოკერი საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგს უელსის სამიტზე. ეხება საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგს, აქაც ორგვარი ხედვა მაქვს. ერთი მხრივ საქართველოს მეტი მიიღო, ვიდრე ნებისმიერმა სხვა პარტნიორმა. საქართველოს კიდევ უფრო გააძლიერა უკვე ისედაც ძალიან მჭიდრო და ძლიერი კავშირი ნატოსთან და ამას ბიძგი სამიტმა მისცა. ქვეყანაში იქმნება საწვრთნელი ცენტრი, ჩატარდება მეტი წვრთნა საქართველოს ტერიტორიაზე. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ნატოს წევრი გახდება, მაგრამ მთელი ამ პაკეტის მიუხედავად საქართველოს ვერ მიიღო ის, რაც უნდა მიეღო. წევრობის სამოქმედო გეგმა თუ წევრობა move Georgia more definitively towards membership, a membership action plan, if not membership itself.
ეს პაკეტი ამის ალტერნატივა იყო. როგორც ალტერნატივა ცუდი არ არის, მაგრამ საქართველოს იმდენი გააკეთა ალიანსთან ერთად რეფორმების, მოდერნიზაციისა და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის კუთხით, რომ ჩვენ წევრობაზე უნდა ვსაუბრობდეთ და არა რაღაც პაკეტებზე. თუ გახსოვთ 2008 წლის ომის შემდეგ ძალიან რთული იყო ალიანსის წევრების დარწმუნება იმაში, რომ საქართველოსთვის სამხედრო დახმარება ან მხარდაჭერა გაეწიათ. ნატოს რამდენიმე ქვეყანა ძალიან ყოყმანობდა. შეერთებული შტატებიც კი პრეზიდენტი ობამას გადატვირთვის პოლიტიკის ფარგლებში თავს იკავებდა პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენისგან. ეს მოგვარდა და ძალიან კარგია. კარგია, რომ ქართულ არმიასთან თანამშრომლობა სრულად აღდგა. Effort to work with Georgia's military is being fully resumed again. უარყოფითი მხარე ისაა, რომ არანაირი ცვლილება არ მომხდარა ალიანსის წევრების დამოკიდებულებაში საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ დიდი წინააღმდეგობა არსებობს, როცა საქმე რუსეთის გაღიზიანებაზე მიდგება. მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ქართული დემოკრატია და ეკონომიკა ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს სათანადო სტანდარტებს იმისთვის, რომ თუნდაც გაწევრიანების სამოქმედო გეგმა მოიპოვოს. ფიქრობ, ეს ძალიან საწყენია, მაგრამ დღეს ეს რეალობაა ნატოში. კიდევ ერთი საკითხი, რამაც შეშფოთება გამოიწვია სამიტის კომუნიკეს 31 პარაგრაფია, რომლის მიხედვითაც კონფლიქტების არსებობა საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიაზე ზიანს აყენებს რეგიონის მოქალაქეების შესაძლებლობას მიაღწიონ ევროატლანტიკური ალიანსის სრულ წევრობას. ადგილობრივი მიმომხილველების ნაწილმა ეს პარაგრაფი ქართული დიპლომატიის მარცხად აღიქვა. ისინი შიშობენ, რომ შესაძლოა ამ პარაგრაფმა შესაძლებლობა მისცეს სკეპტიკოსებს საქართველოს გაწევრიანებაზე უარი თქვან მანამდე, სანამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის საკითხი არ გადაწყდება, რაც ფაქტობრივად რუსეთისთვის ვეტოს უფლების მინიჭებას ნიშნავს. საქართველოს გაწევრიანებაზე. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის ტექსტი ნატოს დოკუმენტში ამ დრომდე არასოდეს მოხვედრილა. მოგვიანებით განმარტებები გააკეთა ნატოს წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ და დაგვამშვიდა, რომ პარაგრაფი ასე არ უნდა წავიკითხოთ, ხოლო საგარეო უწყებამ კრიტიკოსები არარსებული სენსაციების ძიებაში დაადანაშაულა. მოვუსმინოთ, რას ფიქრობენ ამ პარაგრაფზე დეიმონ უილსონი და კურტ ვოკერი. 31 პარაგრაფის ნაწილი გარკვეულწილად პრობლემატურია. ცხადია, რომ თქვენს ინტერესებშია ალიანსმა მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და იდეას, რომ ისინიც კი ვინც დღეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობს, საქართველოს მომავლის შემადგენელი ნაწილები არიან. ეს კარგია. ოღონდ საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ალიანსის ეს ტექსტი შესაძლოა ხაფანგი აღმოჩნდეს თუ აღქმულ იქნა, რომ მანამდე, სანამ ტერიტორიული დავები არსებობს, ინტეგრაციის მიმართულების წინსვლა არ იქნება. ეს კი მოსკოვისთვის გადაწყვეტილება ზემოქმედების ბერკეტის მიცემას ნიშნავს. ამგვარი აღქმა გააძლიერებს პუტინის სტრატეგიას არა მხოლოდ საქართველოსთან და მოლდოვასთან, არამედ ახლა უკვე უკრაინასთან მიმართებით. ამიტომ ალიანსი ძალიან ფრთხილად უნდა მოიქცეს, რათა პუტინის სტრატეგია, რაც მეზობლების დაქუცმაცებას გულისხმობს, იმ მიზნით მიმზიდველობა დააკარგვინოს ევროკავშირში ან ნატოში ინტეგრაციის კუთხით, მომგებიანი არ აღმოჩნდეს. ამ ხაფანგში არ უნდა გავებად, თორემ გამოვა, რომ საქართველოს ბედი რუსეთში წყდება. ეს დაუშვებელია როგორც ჩემთვის, ვფიქრობ ალიანსის წევრებისთვისაც. ასე რომ რასაკვირველია, დეკლარაციის სიტყვებსა და ენას მნიშვნელობა აქვს. There are some NATO allies ნატოს წევრებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც არ უნდათ საკუთარ თავზე აიღონ იმ ქვეყნების დაცვის ვალდებულება, რომელთაც მიმდინარე კონფლიქტები აქვთ რუსეთთან. ასე უყურებენ ისინი აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთს. ფიქრობ, ეს არასწორია. ფიქრობ, რომ ამგვარი მიდგომა რუსეთს ვეტოს უფლებას აძლევს ამ ქვეყნების ნატოში გაწევრიანებასთან მიმართებით. უფრო მეტიც, საუკეთესო მაგალითია ნატოს მიერ დასავლეთ გერმანიის გაწევრიანება მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირმა აღმოსავლეთ გერმანია დაიპყრო. ეს ზუსტად რომ ძალიან სწორი ნაბიჯი იყო გერმანული საზოგადოების დასაცავად და გადასარჩენად. იმისთვის, რომ მას გაერთიანების შესაძლებლობა ჰქონოდა მომავალში. კომუნიკეს 31 პარაგრაფის ენა ბუნდოვანია. საწყენია, რომ ტექსტში მსგავსი რამ საერთოდ არის, მაგრამ ხელებსაც არ გიკრავთ. იქ ისე კონკრეტულად არაფერი წერია, რომ ფორმალურად შეიზღუდოთ. თავარია ყველამ, ვინც ამ საკითხებზე მუშაობს, ცხადად თქვათ, რომ მიუღებელია რუსეთისთვის ვეტოს უფლების მინიჭება.
ნატოს სამიტმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ სხვა არაწევრი ქვეყნების მიმართ გადადგმული, უფრო სწორად გადაუდგმელი ნაბიჯების გამო. მიიჩნევა, რომ ალიანსმა არასათანადო ყურადღება დაუთმო უკრაინას და ზოგადად გაფართოების პერსპექტივას. გამოითქვა შიში, რომ ნატო შესაძლოა ჩაიკეტოს და პუტინის რევიზიონისტული პოლიტიკის ფონზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთით ნაცრისფერი ზონა გაჩნდეს. დეიმონ ულსონთან და კურტ უოკერთან ამ თემაზეც ვისაუბრეთ, ჩვენ შეგვიძლია მოусმინოთ, რას ფიქრობენ ისინი. ნატოს ეს სამიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვფიქრობ, ორგვარად შეიძლება შევხედოთ შედეგებს. თუ ესტონელი და ლიტველი ხარ, სავარაუდოდ უფრო მშვიდად დაიძინებდი უელსის სამიტის შემდეგ, მაგრამ თუ უკრაინელი ხარ, ეს ასე არ მოხდებოდა. ჩემი შეფასება შემდეგნაირია. მოკავშირეებმა საკუთარ თავებს მიხედეს. მათ მოახდინეს იმის დემონსტრირება, რომ მეხუთე მუხლი, კოლექტიური თავდაცვის შეთანხმება იმოქმედებს ნატოს თითოეული წევრის დასაცავად. მათ გარკვეული ზომები მიიღეს საგარეო კუთხით ალიანსის პოზიციონირებისთვისაც. პირველად ბოლო 22-25 წლის მანძილზე ალიანსი თავდაცვის სტრატეგიას რუსული საფრთხის გათვალისწინებით აგებს. ეს ცვლილება, დიდი ცვლილება. ამასთან მიღებული იქნა კონკრეტული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იმისთვის, რომ გაგვემხნევებინა ჩვენი აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეები. თუმცა მეორე მხრივ ალიანსმა გვერდია უარა მთავარ გამოწვევას, პუტინის მიერ ევროპული უსაფრთხოების დარტყმის ქვეშ დაყენებას, პუტინის აგრესიას და თავდასხმას უკრაინაზე და იმ არასტაბილურობას, რაც ამ კაცმა ევროპის კონტინენტს მოახვია თავს. ეს საკითხი ალიანსმა ყურადღების მიღმა დატოვა. ამდენად, ვფიქრობ, უელსის შედეგად შესაძლოა სიმკვეთრე შეიძინოს გამყოფმა ხაზმა. ერთ მხარეს აღმოჩნდებიან ქვეყნები, რომლებიც ალიანსში არიან და დაცულები იქნებიან, მათ შორის ამერიკის მიერ, სხვები კი ხაზს მიღმა დარჩებიან. ეს არავის უნდა, მაგრამ შესაძლოა ეს შედეგი გარდაუვლად დადგეს. ანუ ალიანსის აღმოსავლეთ სამეზობლო ნაცრისფერ ზონად გადაიქცეს. East of the Allied borders. ერთი მხრივ იმედგაცრუებული ვარ, მეორე მხრივ კმაყოფილი. კარგი მხარე არის ის, რომ ნატომ უფრო სერიოზულად დაიწყო კოლექტიური თავდაცვის მოვალეობების აღქმა. ასე რომ, როდესაც საუბარია ბალტიისპირეთის ან პოლონეთის დაცვაზე, ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით გადაიდგა. გაიზარდა საჰაერო პატრულირება, შეიქმნა რეაგირების 4000-იანი არმია, გახშირდა და გამსხვილდა წვრთნები, გაძლიერდა ბალტიისპირეთის დაცვის დაგეგმარება. ყველაფერი ეს ძალიან კარგია. ეს იყო ის, რაც ნატოს უნდა გაეკეთებინა და გააკეთა. იმედი გამიცრუა უკრაინის საკითხმა. მიზეზი, რის გამოც ნატომ გადადგა ეს ნაბიჯები, კოლექტიური თავდაცვის მიმართულებით არის რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე. და თუ პრობლემა არის რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, მაშინ ნატო ამ პრობლემის მოგვარებასაც უნდა ცდილობდეს. მას ეს არ უცდია. ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეეძლო ნატოს უკრაინისთვის. თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების მრჩევლებით უზრუნველყოფა, აღჭურვილობა, უფრო მკაცრი განცხადება მაინც გაეკეთებინათ მათი ინტერესის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და შეეთავაზებინათ დახმარება ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. მაგრამ ეს ნაბიჯები არ გადადგმულა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც გადაცემის ბოლოს მინდა შევეხო, თქვენი საბანკო ანგარიშების კონფიდენციალობაა. საქმე ისაა, რომ საქართველოს მთავრობამ მოამზადა კანონ პროექტი, რომლის მიხედვითაც თქვენი საბანკო ანგარიშები კონფიდენციალური აღარ იქნება. უფრო ზუსტად, საგადასახადო ორგანოს ენიჭება უფლებამოსილება საბანკო დაწესებულებიდან ან სხვა ფინანსური ინსტიტუტიდან გამოითხოვოს პირის შესახებ საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. იქნება ეს გარიგება, ან გარიგების მცდელობა, ანგარიშის მდგომარეობა, ანგარიშებზე განხორციელებული ოპერაციები და ასე შემდეგ. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, არღვევს ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოებას და სამართლიანი სასამართლოს უფლებას. რა შემთხვევაში შეუძლია საგადასახადო ორგანოს ამ ინფორმაციის მოპოვება დღეს მოქმედი კანონმდებლობით? დაზარალდება თუ არა მოქალაქისა და ბიზნესის ინტერესი ამ ცვლილებების მიღების შემთხვევაში და ზოგადად რაში სჭირდება მთავრობას ეს ცვლილებები? ამ საკითხებზე სასაუბროთ ტაბულა სტუდიიდან ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ჩაგვერთვება. მოგესალმებით ბატონო რომან, გმადლობთ რომ თეორემაში იღებთ მონაწილეობას. მოგესალმებით და გილოცავთ ახალი სეზონის დაწყებას. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. ბატონო რომან, რით განსხვავდება დღევანდელი პრაქტიკა შემოთავაზებული ცვლილებებისგან? რა შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები პარლამენტმა დაამტკიცა? დღეს ფაქტობრივად საბანკო კონფიდენციალობა დაცულია ძალიან მკაცრად და იშვიათ შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოყენებული მისი გახსნის მოთხოვნა. ეს თუ არის კონკრეტული რაღაც
დანაშაული და სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია მხოლოდ აი ასეთი ფაქტის დადგომის შემთხვევაში. ხოლო ამ ახალი კანონმდებლობით გაურკვეველია რა შემთხვევაში შეიძლება მიეცეს საგადასახადო ორგანოებს უფლება მათ ფაქტობრივად ნებისმიერი ჩვენი თანხის მოძრაობის ანაბრების ნებისმიერი გარიგებების ნახვა შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ არის ცდილობა პარლამენტში გარკვეულად ასე ვთქვათ გააუმჯობესონ ეს კანონი, მაინც იქნება ცუდი კანონის ნაკლებად ცუდად გახდომა თუ შეიძლება ითქვას, მაგრამ თავისთავად პარლამენტი ამას ვერ უშველის, ვინაიდან როგორი ბარიერებიც არ უნდა გააკეთონ, ფაქტია, რომ საგადასახადო სამსახურები უკვე იჭრებიან ადამიანის პირად ცხოვრებაში. აქ სირთულე იმაშია, რომ არასდროს აი ამ თითქმის 25 წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში საქართველოში ანალოგიური კანონი არ მოქმედებდა. ანუ იბადება ბუნებრივი კითხვა, რატომ, რისთვის? მით უმეტეს ძალიან არაპოპულარული გადაწყვეტილება და ბუნებრივია, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას უნდა რომ მოსახლეობის გული მოიგოს და იყოს პოპულარული და არ აწყენინოს თუ შეიძლება ასე ითქვას. ბატონო რომან, ეს გასაგებია ჩვენ საუბრობთ რამს პირადი საიდუმლოების უფლების დარღვევაზე, ცოტა აბსტრაქტულად, კონკრეტულად როგორ აისახება ეს თითოეულ მოქალაქეზე და რა მხრივ დაზარალდება მისი ინტერესი? პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ეს ყოფილიყო ეს ინიციატივა წამოსული მაგალითად ეროვნული ბანკიდან. და რომ ყოფილიყო დავუშვათ ასე განმარტებული რომ ჭირდება რაღაც შავი ფულის გათეთების წინააღმდეგ საქმიანობას ან ფინანსური დანაშაულების პრევენციას შესაძლებელია გარკვეულწილად ეს უნდობნობის ეს ხარისხი ამდენი არ ყოფილიყო, მაგრამ აქ ცალსახად არის საუბარი, რომ ეს კეთდება საგადასახადო სამსახურისათვის. რა არის სადამსჯელო ოპერაციებისთვის არის საჭირო? გამბუდის რომ საგადასახადო სამსახური ეს არის ის ვინაც უნდა აკრიფოს ჩვენგან გადასახადი. მე ახლა ვიხმარე სიტყვა, რომელიც დიდი ხანია საქართველოს საგადასახადო ლექსიკაში უკვე გაქრა, იმიტომ რომ წინათ ასე ვამბობდით გადასახადების, ამოღება გადასახადების, მობილიზება და ასე შემდეგ. ანუ რაღაც ძალოვანი აქცია, რომელიც ძალოვანი საგადასახადო რევიზორებისა და ზეწოლით უნდა ყოფილიყო ამოღებული, ამოქაჩული ბიზნესისგან. დიდი ხანია რომ ჩვენთან დამკვიდრდა გადასახადის გადახდის ცნება. ხდება ზედმეტად ელექტრონულად და არავინ არ დარბის ქაღალდებით და საგადასახადო ინსპექციას არ უწევს იმდენი შემოწმების განხორციელება, როგორც წინათ იყო და კერძო აუდიტებიც კი განხორციელება ხშირ შემთხვევაში რევიზიას თუმცა ეს წესი გაუქმდა. ანუ რა სიგნალს აძლევს ეს კანონი მთავრობას? აი როგორც აი დილემა რომ იყო ილია ჭავჭავაძის, როდესაც შემოდიოდა მგზავრის წერილებში, როცა აქ აღწერილი რომ რას მეტყვის ჩემი ქვეყანა და უბრალოდ რას მეტყვის ჩემი ქვეყანას და რას მეტყვის იგი მე. აი რას ეუბნება თავის ქვეყანას ეს კანონი? ეუბნება რომ მთავრობა არის სუსტი, მე ვარ სუსტი. მე შეიძლება შემექმნას პრობლემები მომავალში. მე ან შეიძლება უკვე მაქვს პრობლემები ბიუჯეტში და გადასახადების მობილიზებაში. და ვინაიდან მე შეიძლება შემექმნას პრობლემა, რომელიც შემდეგ ჩემს შეიძლება ხალხის გადასახადის ხალხის ასე ვთქვათ სოციალური პრობლემების გადაჭერას ვერ მოვახმარო ფული, ეს კეთილინება. ან ასე ვთქვათ პრაგმატული რომ ჩემი კარიერული რაღაც ან პოლიტიკური არსებობა დადგეს საფრთხის ქვეშ. ამიტომ მე ვიყენებ ისეთ მექანიზმს, რომელიც არ გამომეყენებია. ანუ მე ვაძლიერებ ჩემ რეპრესიულ აპარატს. აი მას გინდა თქვათ რომ ბიუჯეტის გარღვევის შიში აიძულებს თავრობას გადადგას ეს ნაბიჯი? აი არ ვიცი, იმიტომ რომ მესიჯი ასეთია რომ მე ვღებულობ არაორდინარულ, არაპოპულარულ გადაწყვეტილებას, რომელიც დღემდე არ ყოფილა. ეს ერთი მხრივ, ანუ ძალიან წამგებიანი ინიციატივა. არავის არ მოწონს. აი ნებისმიერი ადამიანი რომ ქუჩაში გააჩეროთ, მას გაუხარდება, რომ ხვალ ნებისმიერ ასე ვთქვათ ინსპექტორს და მე როგორია შემდეგ ამ ინსპექტორის მიერ ინფორმაციის და დაცულობა კიდევ სხვა არის. ბანკი აკონტროლებს კომერციულ ბანკებს და კომერციულ ბანკებში ინფორმაციის გაჟონმა კომუნიკაციასთან იჯდება და მე მგონია რომ საქართველოში არ ყოფილა შემთხვევა, შეიძლება რაღაც კონფიდენციალურად რაღაცა ხდება, მაგრამ რაიმე სკანდალები, რომ კომერციული ბანკიდან გაჟონილ ინფორმაციას ვინმესათვის ასე ვთქვათ ნება მიეყენებინოს. ხოლო ტრადიცია საგადასახადო სამსახურებში ინფორმაციის დაცვისა და ასე ვთქვათ მისი არ გაჟონვისა არ არსებობს. საერთაშორისო პრაქტიკა როგორია? რამდენად არის შემოთავაზებული ცვლილებები ჰარმონიაში საერთაშორისო პრაქტიკასთან? გულისხმობ დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკას, რასაკვირველია? ბევრ ქვეყანაში თქვენიცით, თუ საბანკო ასე ვთქვათ ინფორმაცია არ ხელშეუხებელი, მე არ ვამბობ ოფშორებს, ოფშორებში საერთოდ ვერანაირად ვერ გაიგებს ის და თანხები და როგორ მოძრაობს.
მაგრამ მრავალ ქვეყანაში ამ ინფორმაციაზე ცდომა არის უკიდურესად გაზნელებული და მხოლოდ რაღაც დანაშაულის ასე ვთქვათ ჩადენის შემთხვევაში ან ძიების პროცესში, როდესაც აღზრულია სისხლის სამართლის საქმე და სახელმწიფოთა შორის ასე ვთქვათ დაპირისპირებებიც კი არის. თუ გახსოვთ ალბათ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა როგორ თხოვა ევროპის ზოგიერთ ქვეყანას რომ გაეხსნა ანგარიშები მისი მოქალაქეებისა რომლებიც ფულს ინახავდნენ ევროპაში და მათ მიეშთათ რომ ხო არ არის. კი კანადაშიც იგივე ხდება თუ არ ვწდები და კანადაში უარს ამბობენ ამერიკის მოქალაქეობაზე ამის გამო სტატიას წავიკითხეთ. და სერიოზული ასე ვთქვათ დაძაბულობაა სახელმწიფოებს შორისაც ვინაიდან ამ შემთხვევაში ბუნებრივია რომ საკუთარი საფინანსო ინვესტიციის მოზიდვისა და ბიზნესის შვიდი გარემოს შენარჩუნება ურჩევნიათ თუნდაც იგივე ამერიკის შეერთებული შტატებისა რომელიმე სხვა ქვეყნის განაცხენებას და დღემდე ეს თემა მიდის, მაგრამ არსებობს უამრავი საერთაშორისო შეთანხმება, რომლის შესრულებაც აუცილებელია და ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია სახელმწიფო ვალდებულია ეს ინფორმაცია გასცეს, მაგრამ რატომ საგადასახადო სამსახურების მეშვეობით არსებობს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, არსებობს ეროვნული ბანკი და სხვათა შორის ძალიან ეშმაკურად არის ამ კანონის შეიძლება იმიტომ რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს არ ენდობიან, ანუ მაინც წინა ხელისუფლების დანატოვრად მიიჩნევენ. თუ გნებავთ, მაშინ თვითონ ასე ვთქვათ მოტივის ერთ-ერთ მოტივს მე ბოლოშიც მოგახსენებთ, ვინაიდან მე მოტივის ჯანსაღ მოტივს ჯერჯერობით ვერ ხედავ. დასაბუთება არის ძალიან უცნაური. ერთ-ერთი დასაბუთება არის ესეთი, რომ საერთაშორისო ჩვენ გაწევრიანებული ვართ მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციაში და არსებობს საერთაშორისო ვალდებულებები გარკვეული ხასიათის ინფორმაციის გახსნის შესახებ. მაგრამ აი თლად მანივალიც არ არის, იმიტომ რომ აქ ლაპარაკი არა საქართველოს მოქალაქეების პირადი ანგარიშების გახსნაზე, არამედ საქართველოს არარეზიდენტებისა. ანუ ვითომ მუშაობს საქართველოში რომელიმე უცხოელი და ამ სახელმწიფოს შესაბამისი ორგანო თუ მოითხოვს ინფორმაციას იმის შესახებ, რა ანგარიშები აქვს საქართველოში, ან გამოიმუშავა, ან საერთდანმე რამე ფული ხო არ გაუჩნდა და თითქოს და ეს კეთდება საერთაშორისო ასე ვთქვათ თანამეგობრობის ხარდაჭერის მიზნით. მაგრამ ამავე დროს ეს ასეც რომ იყოს, რომ დაუშვათ რომ ეს ეხებოდეს მხოლოდ უცხოელებს, თუმცა რომ ვიცოდეთ უამრავ უცხოელს აქვს საქართველოს საბანკო სისტემაში ფული. მილიარდამდე არის თუ არ ვწდები დეპოზიტები? ხო, არ ვიცი ზუსტი ეს ცოტა დიდი ციფრია, მეც მოვისმინე ეს ერთ-ერთი კომერციული ბანკის თანამშრომლებიდან ინფორმაცია, მე ამ ინფორმაციას ახლა არ ვფლობ, მაგრამ არარეზიდენტების ანაბრები საქართველოში არის ბევრი, ვინაიდან საკმაოდ მაღალი პროცენტი იყო და არა მარტო მაღალი პროცენტი იყო, საქართველოს საბანკო სისტემა იყო ცნობილი თავისი რეპუტაციით, ვინაიდან მასში დაცული იყო საბანკო ინფორმაცია ერთი და საქართველოს საბანკო სისტემაში არ ხდებოდა ფულის გათეთრება. და არ ხდება ფულის გათეთრება. კი ბატონო, შემოთავაზებული ცვლილებებიდან ჩანს, რომ შესაძლოა პირმა საერთოდ არ იცოდეს იმის შესახებ, რომ მისი ანგარიშები საგადასახადო ორგანოსთვის ხელმისაწვდომი გახდა. შესაბამისად, ერთმევა უფლება გაასაჩივროს ეს ფაქტი. როგორ ხსნის ამას ხელისუფლება, თუ მაგისმენიათ მათი არგუმენტები, რატომ გადაწყვიტეს, რომ მოქალაქეს ეს უფლება ჩამოართვან? ნუ ეს ძალიან ისეთი არის ასე ვთქვათ აბსოლუტურად წარმოუდგენელი გადაწყვეტილება და მე მგონია რომ აი მაგალითად მოусმინე ვახტანგ კომენტარს და მე მგონია რომ ამ ფორმით იგი ვერ გავა და სასამართლო განხილვისას ადამიანს ექნება უფლება დაიცვას თავისი თავი. ვითომეტეს პირველ ვარიანტში საგადასახადო შეეძლო გამოეთხოვა ნებისმიერი ადამიანის ინფორმაცია იმ მოტივით რომ ის არის გადასახადის გადამხდელი. ნაცვლად იმისა, რომ დაასაბუთოს ის არის ურჩი გადამხდელი, მას ამდენჯერმე მიმართეს, მან არ გადაიხადა, მან დამალა თავის თანხები. საგადასახადო ინსპექციას და სამსახურს იმდენი ბერკეტი აქვს ხელში საგადასახადო კოდექსით, ზედმეტი, ძალიან ზედმეტი, დიდი ადმინისტრირება შეუძლია, რომ მან მაქსიმალურად უნდა ამოწუროს კანონით მინიჭებული შესაძლებლობები, რომ მიმართოს შემდეგ უკიდურეს ზომას და მივიდეს სასამართლოში კერძო ანგარიშების გახსნას. ამიტომ თავისთავად რაღაც გაუმჯობესდება, მაგრამ ისე ვამბობ, რომ ესე იგი ცუდი კანონი შეიძლება გახდეს ნაკლებად ცუდი, მაგრამ ამით ცუდი სიარლეყი მას ვერ მოწილდება. ერთი თემა თუ უკაცრავად არ დაამთავროთ, იმიტომ რომ გარდა აი ყოველი ამ ეკონომიკური ლოგიკისა, რომელსაც მე ჯერჯერობით ვერ ხედავ, იბადება მეორე კითხვა. ეს ხომ არ არის ადამიანების ასე ვთქვათ პირადი ცხოვრების კონტროლისათვის მიმართული, ხომ არ უნდათ ვიღაცეების ასე ვთქვათ რაღაც ანგარიშების კონტროლი, იმიტომ რომ ძალიან ემთხვევა უცნაურად ზედიზედ ორი ცუდი გადაწყვეტილება. ერთი არ გამიკურდება ამ ხელისუფლებისგან, რომელიც მიმართულია, რაც შეიძლება მეტი რეგულაცია შემოიღოს იმისთვის, რომ რეგულაცია ძალიან კარგი ცნება, რეგულაცია არის მემარცხენეობის ერთ-ერთი ფორმა და მემარცხენე ეკონომიკა მსოფლიოში ბევრია. რეგულაცია ნორმალური ეკონომიკური ტერმინია. ამ შემთხვევაში არის ასე ვთქვათ
არასამართლიანი კონტროლი. აი მაგალითად მე არ მესმის რატომ გადავიდა ფინანსური მონიტორინგის სამსახური ეროვნული ბანკიდან. რას აშავებდა ეროვნული ბანკში ნეიტრალურ არაპოლიტიკურ ორგანოდან გადავიდა პოლიტიკურ ორგანოში. საგადასახადო ინსპექცია არის პოლიტიკური ორგანო და დეპოლიტიზებული არ არის თქვენი აზრით? იცით რა არის, როდესაც ჩვენ პრესაში და მედიაში და სოციალურ ქსელში უამრავი კომპრომატი მოძრაობს. აი მაგალითად რა არის კომპრომატი? კომპრომატი არის რაც იყო რუსთავი ორში მაგალითად ადამიანების პრემიებზე დავანებოთ თავი ადამიანების კრედიტები გასაჯაროვდა ამ ერთი კვირის წინ. რას ნიშნავს, როდესაც სახელმწიფო მოხელე იღებს კრედიტს? პირველი რომ მას არ აქვს ფული და არ არის კორუმპირებული და ეს კარგია, გააჩნია ინტერპრეტაცია როგორია. მაგრამ მეორე მას აქვს ეს არის კორუფციული არხი, ვინაიდან უადვილდება ბანკებთან ურთიერთობა, იღებენ უზარმაზარ კრედიტს დაუშვათ 300,000 და ასე შემდეგ და როგორ გადაეხდიან თუ კი ხვალის ის მინისტრი არ იქნება და ამოდენა ხელფასი არ იქნება. ამიტომ მთავარია ინფორმაციას როგორ მიაწვდი. ფიქრობ ამ შემთხვევაში რუსთავერს არ ქონია არაეთიკურად ინფორმაცია მიწოდებული, მან კითხოს სწორედ ამაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქ სწორედ იმაზე საუბრობდნენ, რომ აღებული აქვთ დიდი კრედიტები და ხელფასის შემოსავლის ნახევარზე მეტი და ხშირ შემთხვევაში 100%-ზე მეტიც კი მიდის ამ კრედიტების დასაფარად. ბუნებრივია ჩდება ლეგიტიმური ინტერესის საიდან ეს. გეთანხმებით, ანუ ღია ინფორმაციაც კი, რომელიც საჯარო მოხელეს უწევს, რომლის დეკლარირება და არ იმალება, ისიც კი შეიძლება გახდეს მისი ინტერპრეტაცია მაკომპრომეტირებელი საგანი. და წარმოიდგინეთ, რომ საბანკო მოძრაობას საგადასახადო სამსახური აკვირდება და რომელიღაც ადამიანის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, კუთვნილების გამო გამოამზეურებს, რომ მან მაგალითად იყიდა ბრილიანტის ბეჭედი. და ან იყიდა რაღაც ძვირადღირებული მანქანა. კარგი, მანქანა ჩანს და მოძრაობს, მაგრამ რაღაცა იყიდა, ან აქციები იყიდა და შემდეგ გადის პრესაში, რომ აი ამ შიმშილობის დროს, როდესაც ადამიანებს უჭირს ეს პოპუნების საგნებს ყიდულობს და ასე შემდეგ. ანუ ფულის და ნებისმიერი ხარჯვაც კი შეიძლება გახდეს მაკომპრომეტირებული. გარდა იმისა, ან დაუშვათ უცხოეთიდან ფული ჩაერიცხა, ან რაღაცა სხვა სამსახურიდან შემოსავალი მიიღო, ან ესე იგი ფულის წარმომავლობა და ხარჯვას ყოველთვის შეიძლება მიება როგორც კოთანს რომელ მხარეზეც გინდა ესე ასე ვთქვათ სახელური. იმიტომ მას არსებობს საბანკო კონფიდენციალობის ცნება, რომ ადამიანები იყვნენ მშვიდად, ვინაიდან ეს ისეთი სფეროა, რომლის ამღვრევა ყოველთვის შეიძლება. ეს ინვესტიციებზე გავლენას მოახდენს. ეს მოახდენს კლიმატზე გავლენას საინვესტიციო. კი ბატონო, სწორედ ამას ეხება ჩემი შემდეგი შეკითხვა. თავად საბანკო სექტორზე რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ ცვლილებებმა თქვენ არარეზიდენტების დეპოზიტები ახსენეთ? ნუ მე ახლა უსმინე არ ვიცი თქვენთან იყო თუ სადღაც რომ იგივე ვიზები გაგრძელებისათვის საქართველოს უამრავ სტუდენტს და ადამიანს მოუხდება უცხოეთში წასვლა და თქვენი 5,000 იყო ციფრი ნახსენები და დაბრუნდებიან თუ არა არავინ არ იცის. ანუ ყოველი პატარა გართულება შეიძლება შემდეგ ძალიან დიდ პრობლემაში გადაიზარდოს. ვინაიდან როდესაც გადაწყვეტილებას ღებულობენ ანალიზის გარეშე, მათ ეჩვენებათ ეს მარტივად, მაგრამ სიამოვნებაში აღმოჩნდება ძალიან რთული. ამ შემთხვევაში, როდესაც რადგან ბანკი ახსენეთ, მე მინდა გითხრათ თქვენ რომ აი ამ მთელი 2 თვის განმავლობაში რაც უსირებს ამ თემის ირგვლივ ყველა არხზე საუბარი. მე ყველა ჟურნალისტს შევეკითხე, რომელიც ჩემთან ინტერვიუზე მოდიოდა, ვინ იქნება ჩემს შემდეგ, ვინ გააკეთებს კომენტარს. მეუბნებიან, რომ არც ერთმა ბანკმა არ მოინდომა კომენტარის გაკეთება. და მაშინ ვამბობ რა არის აღდგა შიშის სინდრომი? ჩვენ ხო შიშის წინააღმდეგ ასე ვთქვათ გამოვდიოდი მთელი ეს პოლიტიკური პერიოდები და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ასე ვთქვათ არგუმენტი თუნდაც იმ ხელისუფლების შესწავლისა. რატო ეშინია ბანკერს, რატო ეშინია ბანკის პრეზიდენტ თანამშრომელს? თქვას რომ ეს არის ცუდი, ეს ხო ვიცით ყველამ რომ ბანკისთვის ეს არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფორმაცია. მე უფრო მეტიც საბანკო ასოციაცია, რომელიც უნდა ისაბდეს ბანკების ინტერესებს, გამოდის და ამ კანონ პროექტს უჭერს მხარს ოღონდ მის გაუმჯობესებულ ვარიანტს. ანუ ასე ვთქვათ, უნდა რომ თავი აჩვენოს რაღაც ობიექტურად სინამდვილეში, რომელიც ობიექტურობაზე საუბარ, როდესაც არსებითად მას შენ უჭერ მხარს. ანუ აქ უკვე სულ სხვა ფაქტორია. ეს ნიშნავს, რომ არის რაღაც დავალება, რაღაც სიგნალი, რომ ეს უნდა გავიდეს აუცილებლად. ნუ როგორ ჩანს ბიზნესს არ სურს ხელისუფლების კეთილგანწყობის დაკარგვა. დიდი მადლობა ბატონო რომან საინტერესო საუბრისთვის. მე ჩემი გადაცემა უნდა დავასრულო. იმედი მაქვს ჩვენ ხშირად შევხვდებით თეორემას ეთერში. დიდი მადლობა მაყურებელს იმისთვის, რომ ამდენ ხანს გვიყურა. იმედია გადაცემა საინტერესო იყო. თქვენი შენიშვნები შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თეორემას Facebook-ის გვერდზე. ჩვენ შევეცდებით რომ ყველა შენიშვნას ვუპასუხოთ და თუ გასათვალისწინებელია გავითვალისწინოთ. დიდი მადლობა, ჩვენ ერთმანეთს ხუთშაბათს შევხვდებით.